სამყაროშთობის სამეგობრებო, თქვენ ტაროს ხელოვნების გვერდზე მოხვდით. ჩემი სახელია მარია და დღეს მინდა რომ ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბროთ. თემის ინსპირაცია ერთ-ერთი საუბრიდან მომივიდა, ერთ-ერთ ჩემს გამომწერთან, ოღონდ არ ვიცი ეს ადამიანი რატო არის ჩემი გამომწერი. თუმცა, Facebook-ზე ბევრი არასტანდარტული გამომწერი მყავს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად. საკითხს არ შევყვები და გადავალ პირდაპირ თემაზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს მეტად უფრო საყურადღებო ნაწილია. და ჩვენი თემა არის დღეს ცოდვა, ცოდვილობა და უსიყვარულობა. ერთის მხრივ არის მრავალაზროვანი სიტყვები, მრავალაზროვანი შეხედულებები ამ წინადადებაში და ამ დასათაურებაში, მაგრამ მე შევეცდები ჩემი შეხედულებით გესაუბროთ ამ ყველაფერზე, ჩემი პროფესიული გადმოსახედიდან, ჩემი პირადი გადმოსახედიდან. აქვე გამომახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება ამ ყველაფერზე და რა თქმა უნდა, ყველანაირ აზრს თქვენსასაც, ჩემსასაც აქვს არსებობის უფლება. მოდი დავუკვირდეთ, რას ნიშნავს სიტყვა ცოდვა, არა მისი შინაარსული მნიშვნელობით, არამედ დავშალოთ ეს სიტყვა და ცოტა გავყვეთ, მოდი ესე რომ ვთქვათ, თითქოს ტრანსში შევდივართ. ცოდვა. თითქოს ადამიანი არის ცოდო. ცოდო ადამიანი, ცოდვილი ადამიანი, რომელიც ატარებს ტვირთს იმისას, რომ ვერ აპატია. მინდოდა რომ ამ ნაწილში განმეხილა მკვლელობა და მკვლელის როლი, იმიტომ რომ ცოდვილი ადამიანები ძირითადად ან ადამიანი, რომელიც სხვას უწოდებს ცოდვილს, მას ძალიან უჭირს აპატიოს საკუთარ თავს სხვადასხვა საკითხები. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა რა. მკვლელს აქვს ტკივილი, ცოდვა, ცოდვილია, იმ ნაწილში, რომ მასაც თავის დროზე მოუკლეს. შეიძლება სული მოუკლეს, ადამიანობა მოუკლეს. ცოდვა, რადგან ვერ შეძლო გამოხატვა, ვერ შეძლო თავის დაცვა, არ იყო ამის შესაბამის რესურსულ მდგომარეობაში და გახდა ცოდვილი, ანუ მკვლელი ამ შემთხვევაში, პირობითად. რამ გამოიწვია მისი მკვლელობა, მისი ცოდვილობა, ძალადობა? გამოიწვია ტრაუმა და გამოიწვია უსიყვარულობა. თავის დროს ვერ მოხდა მასში სიყვარულის გატარება, სიყვარულის არადღევანდელი მნიშვნელობით, რასაც თქვენ ეძახით სიყვარულს, არამედ ქრისტეს ცნობიერებისეული სიყვარულის ენერგია მინდა რომ ვიგულისხმო აქ. ეს არის პირდაპირ გულის ჩაკრა და ეს არის პირდაპირი კავშირი ჩვენს დანარჩენ ენერგეტიკულ ცენტრებთან. ყოველი ცოდვა, ამ შემთხვევაში ყოველი მკვლელობა, გამოწვეულია საკუთარი თავისთვის ვერ პატიებით, რომ ვერ დაიცვა, ვერ პატიებით, რომ ვერ გაუმკლავდა. ვერ აპატია არათუ მკვლელს თავის დროზე, არამედ საკუთარ თავს და გახდა მკვლელი.
ანუ მსხვერპლი გახდა მკვლელი. აირეკლა მოძალადე და გახდა თვითონ მოძალადე. ანუ შეითვისა როლი, რომელიც მისი არ ყოფილა, მაგრამ აღიბეჭდა თავის თავში როგორც კოდი. იმედი მოქვს თავს არ აგირიეთ და ცოტა გასაგებად თქვი. მაგრამ ამ მაგალითზე მინდა გაჩვენოთ, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი ვერ პატიობს საკუთარ თავს. რას აკეთებს ადამიანი, რომელიც ვერ პატიობს თავის თავს და ვერ აცნობიერებს? ვერ აცნობიერებს, რა მოცემულობიდან მოხდა დანაშაული, რა მოცემულობიდან მოხდა მკვლელობა, რა მოცემულობიდან გახდა მკვლელი, თვითონ მკვლელი ან მსხვერპლი მკვლელი. რეალურად ყოველი ჩვენთაგანი იმდენად დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან, ძალიან რთულია ხანდახან გავიგოთ თავი ბოლო, ვინ საიდან იწყება, ვინ სად მთავრდება, ვინ სად გრძელდება და ჩვენ სად ვიწყებით და ჩვენ სად მთავრდებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტობრივ უსასრულო წერტილებამდე გადის, მაგრამ არც ასე რთულად არის საქმე. მე პირადად რეგრესული ჰიპნოზის და RPT თერაპიის გამოცდილებამ და დაკვირვებამ მაჩვენა ის, რომ როდესაც ჩვენ ვპოულობთ ამ ტრაუმის პირველ წერტილს, საიდან დაიწყო მოცემულობით, საიდან გაჩნდა და იმ მომენტშივე როლში შესულით ხდება ამის დამუშავება, მოდის გაცნობიერება და ბრუნდება რესურსი. რესურსების დაბრუნებასთან ერთად შესაძლებელია გაჩნდეს ახალი რესურსებიც. ანუ იმის მაგივრად, რომ კონკრეტული პიროვნება გამხდარიყო, ამ შემთხვევაში მსხვერპლი იმის მაგივრად, რომ გამხდარიყო მკვლელი, მსხვერპლმა აპატია თავის თავს, რომ მისი თავი ვერ დაიცვა, მსხვერპლმა აპატია თავის თავს, მსხვერპლის როლში ყოფნა და მსხვერპლმა აპატია თავის თავში მოძალადეს და მკვლელს. კი, ამ შემთხვევაში ყველა იდენტობის გააზრება ხდება და ხდება ღრმა დამუშავება. ასეთი ტიპის დამუშავება ქმნის ზუსტად სიტყვა ცოდვას უმნიშვნელს. სიტყვა ცოდვას არა გარდაუვალ მექანიზმს, რომ შენ აქედან გამოსავალი არა გაქვს, ანუ ცოდვილობა რო არ არის განაჩენი, არამედ ეს არის წიგნი, რომელიც უნდა გადაშალო, გამოიკულიო და გააცნობიერო. პირველ რიგში მიიღო, გიყვარდეს და აპატიო, რაც მარტივი არ არის. თუმცა არავის უთქვამს, რომ საკუთარი ავთენტური მეს დანახვა და საკუთარი თავის შეცნობა ყველა კონდიციაში მარტივი იქნებოდა. როდესაც ადამიანს რეალურად ძალუძს შეისწავლოს თავისი თავი და გაიცნოს თავისი პიროვნება და წარმოჩინდეს მისი მაქსიმუმი მოცემულობით, მაქსიმუმი რესურსებით, მაგრამ სადღაც აქვს ბლოკები, თუ ვერ იპოვის ამ ბლოკებს და ვერ დაამუშავებს, ფიზიკურად ვერ წარმოაჩენს თავის თავს რესურსულ მოცემულობაში. აქედან ჩნდება ფიქრი, რატო ვიბლოკები? როცა ყველაფერი თითქოს კარგად მიდის და საბოლოოდ არაფერი გამოდის, რატო ხდება ეს? რატო ვიგრძენი ეს? რატო ვიგრძენი ის? რატო ვარ ერთი და იგივე წრეში გაჭედილი? ჩემი წინამდებარე საუბარი
ჩემი წინამდებარე მონოლოგი და აზრი ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ მომიყვანეთ ამ შეკითხვის პასუხამდე. ამ ყველაფრის დამუშავება ხდება ამ ტექნიკებით, რეგრესული ჰიპნოზით ან RBT თერაპიით, შეიძლება სხვა ტექნიკებითაც ხდებოდეს, თუმცა ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მე ამას გთავაზობთ, ვისაც გაქვთ ამისი სურვილი. გამგზავრება, რაც ყველაზე მთავარია. თუმცა იქამდე სანამ მიიღებდით გადაწყვეტილებას მიიღოთ თუ არა ეს სესია, ან იქნებ საერთოდ არც მიიღოთ, ან პირიქით მიიღოთ. საკუთარ თავთან დასვით შეკითხვა. რატომ მაღიზიანებს ადამიანი, რომელსაც უთვლი ცოდვილად? რატომ არის ის ცოდო ან საცოდავი, საცოდველი? ცოტა სიტყვებზე თამაშია. რა ნაწილი არის ჩემ თავში განსაკურნებელი, რომ მე ვაპატიო ჩემ თავს ცოდვილობა, ცოდვა. რომელი ცოდვა მაქვს განსაკურნებელი და საპატიებელი, უსანანიებელი ჩემ თავთან. აი ამაზე მინდა დასვათ აქცენტი, იმიტომ რომ თავისთავად სიტყვა ცოდვა და ცოდვაში ყოფნა ეს უკვე არის შაბლონი. შაბლონს სჭირდება დამუშავება, გაცნობიერება და გააზრება. თუ კი თქვენ გააცნობიერებთ იმ ფაქტორს, რომ არსებობს თქვენში მოცემულობა, პიროვნება, რომელსაც გააჩნია კონკრეტული თვისებები, რომელიც კონკრეტულ მომენტში ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ ჰქონდა შეზღუდული მასთან წვდომა, ხომ არ არსებობს შანსები, რომ დავიბრუნო მასზე წვდომა. კი, ეს შანსები არსებობს და უკვე გესაუბრეთ ამაზე. შინაარსობრივად რო დააკვირდეთ, კიდე რამოდენიმე სიტყვათა თამაშს გამოვიყენებ, ისევ იგივე მოცემულობაზე, ცოდვა, ცოდვილი, ცოდვილობა, ანუ ცოდო, საცოდავია, საცოდაობა. რა არის ეს თუ არა მსხვერპლის როლი, მსხვერპლის შაბლონი, ან პირობითად კვლელის შაბლონი. თუმცა კვლელი თავის დროს იყო მსხვერპლი. დააკვირდით თქვენს თავში მსხვერპლიდან სად იყო მოძალადე და მოძალადიდან სად იყო მსხვერპლი. და თქვენ იპოვით პირველ წერტილებს, საიდანაც იწყება თქვენი დაბლოკილი რესურსი. რომელია ის წერტილი, სადაც დაკარგეთ ამ რესურსებზე წვდომა. წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდ სიყვარულს პირველ რიგში. გისურვებთ, რომ ეს სიყვარული პირველ რიგში შემოუშვათ საკუთარ თავებში, საკუთარ ცნობიერებაში, იმიტომ რომ იქ სადაც ეს ენერგია და ეს შეგრძნება, ეს ვიბრაცია არ არის, ფიზიკურად ვერ იქნება იქ საღი აზრი. გისურვებთ წარმატებებს, გელოდებით კომენტარებში. დროებით.